სოფელი ფოლადაანტკარი, ადგილი, რომელიც თბილისიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს, თუმცა ადგილობრივების თქმით აქ ცხოვრება გაუსაძლისია. 2008 წელს ეს სოფელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოარჩია და ფოლადაანტკარელებს უზრუნველ ცხოვრებას დაპირდა. თუმცა ამის შემდეგ არც პრეზიდენტს და არც მთავრობას ეს ადამიანები არ გახსენებია. ცოტნე გეგეჭკორი გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები არჩევნებიდან არჩევნებამდე პრეზიდენტის დანაპირების მოლოდინში. 60 წლის ვლადიმერ მეგოიანი ფოლადაანტკარის მკვიდრია. ექვსსულიან ოჯახს სოფლის მიმდებარე ჯართისა და შუშის ქილების შეგროვებით არჩენს. სახლში ავადმყოფი მეუღლე ელოდება, რომელსაც მედიკამენტები უნდა მიუტანოს. წამლის საყიდელი ფულის მოსაგროვებლად მას მთელი დღე 100 ხეტიალი უწევს. მეგოიანი ფოლადაანტკარში საცხოვრებლად მას შემდეგ გადმოვიდა, რაც ბანკის დავალიანების გამო თბილისში ბინა გაუყიდეს. არ წყალი არის ეს 5 დღეა, არც პატრონია, არავინ არ მოდის, არ გვეკითხება არაფერი. რა გჭირს, რა გვინდა? გამგებელი ვინა პატრონი. როცა ხმის დონეზე მოდის, ხმა მიცემა, იმ დროს გამოჩნდებიან ყველა. არც ერთ არ გვენდობით აქ ხალხი. არა გზა, არა ტრაქტორი, არა გაზი, არა წყალი, არა სოფლის ექიმი, არა ამბულატორია, არა აფთიაქი, არა საბავშვო ბაღი. ადგილი, სადაც ეს ყველაფერი ხდება თბილისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. გაიცანით, ეს სოფელი ფოლადაანტკარია. უყურადღებობის კლასიკური მაგალითი ასე შეაფასა დღეს მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ფოლადაანტკარში არსებული ვითარებას. თუმცა ჩვენამდე ეს სოფელი 2008 წელს ერთხელ უკვე გაგაცნეს. მაშინ რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში მთავრობის ერთ-ერთ გასვლით ხსდომაზე გამოეხმაურა. ნაციონალურმა უწყებელს ფოლადაანტკარის აღმოჩენისათვის მადლობა გადაუხადა და სოფელში არსებულ ვითარებას უყურადღებობის კლასიკური მაგალითი უწოდა. მაგრამ ეხლა აღმოჩნდეთ თქვენ რომ დაჩები ერქვათ ამას, ამ დაჩებში ცხოვრობს ხალხი. ამ ხალხს ესწრება ბავშვები უკვე ბოლო 16 წელი, რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ამ აგარაკებზე არ არის არც სკოლა, არც ამბულატორია, არც რაღაცა სასწრაფო დახმარების ახლო მდებარე პუნქტი და არ არსებობენ. ადგილს, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა 2008 წლის 5 მარტამდე არც სოფლის სტატუსი ჰქონდა და არც სახელი. ხალხი მას იცნობს როგორც რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაჩების ტერიტორიას. გარდა მნის ტერიტორიაზე სოფელ ფოლადაანტკარის შექმნის შესახებ განკარგულებას პრეზიდენტმა 2008 წლის 5 მარტს მთავრობის ხდომაზე მოაწერა ხელი. მინდა რომ ფოლადაანტკარი იყოს სანიმუშო სოფელი, ხო არ არსებობდა. ეხლა განვახორციელოთ საპრეზიდენტო პროგრამა სოფლის აღორძინების ფოლადაანტკარის მაგალითზე. ტრაქტორები ფოლადაანტკარს, გაზი ფოლადაანტკარს, ამბულატორია ფოლადაანტკარს, სოფლის ექიმი ფოლადაანტკარს, საბავშვო ბაღები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრეზიდენტის განცხადებიდან ზუსტად 4 წელი გავიდა. შესრულდა თუ არა დანაპირები, ამის გადასამოწმებლად ჩვენ ფოლადაანტკარს ვესტუმრეთ. პირველი გაჩერება სოფლის ცენტრში სუპერმარკეტთან გვაქვს, რომელიც აქ ერთადერთია. მოსახლეობა ჩვენთან შესახვედრად მალევე იკრიბება. ვერაფერს ვერ ვხედავ გაკეთებულს, აი მარტო დაპირება არ მჭირდება. გვინდა გქონდეს ის გაზიც, ის ამბულატორიაც, აფთიაქიც, გზაც, გვინდა რაც აუცილებელია, ყველაფერი მჭირდება. გაზი ფოლადაანტკარს 2008 წლის 5 აგვისტოს მთავრობის ხდომიდან 2 დღის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ფოლადაანტკარი უკვე იურიდიულად დაარსდა, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება ნომერი 299. სადაც სხვადასხვა სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 7.383.200 ლარია გაწერილი. აქედან 240.000 ლარი პრეზიდენტის მიერ სახელდებული სოფლის გასიფიცირებისთვის არის გათვალისწინებული. სოფელში გაზის მილები 3 წელზე მეტია გაიყვანეს, თუმცა ფოლადაანტკარელები გაზ დღემდე უიმედოდელიან. გვაქვს აგერტრუბები გაყვანილია, ყველაფერი გაგამზადებულია, მაგრამ რა თქინდა გაზი არა გვაქვს. ჩვენ დიდი ხანია იმედით ვსაცხლობს და მეტი არაფერი. ქუჩებსაც ხედავთ რა მდგომარეობაში არის, წყალი კიდევ არა გვაქვს, ერთი სიტყვით. ჩვენი ხარჯებით, ჩვენი თუ რაღაცას გავაკეთებთ, რომ ან წყალ შევიყვანთ, ან რაღაცა ისიც გავაკეთებთ, ხო, კარგი. მოსახლეობის ნაწილმა სოფელში წყალი საკუთარი ძალებით გაიყვანა. ვინც ფულის გადახდა ვერ შეძლო დღემდე სასმელი წყლის გარეშე რჩება. თუმცა უკვე 5 თვეა უწყლოდ არიან ისინი, ვინც წყალი საკუთარი სახსრებით გაიყვანა. მიზეზი დაგროვებული დავალიანებაა. მართალია ერთი თვის წინ მაწყლის მიწოდება აღუდგინეს, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. იმის გამო, რომ იძულებითი გამრიცხველიანების პროცესი მიმდინარეობს, ონკანში წყალი კვლავაც არ მოდის.
არა, შენ გაიყვანეო, წყალიო, შენ მიყიდე, სოჩიკიო, ხალხს 250 ლარები დაუვიდა. საიდან მოიტანონ? მე კურსი კლებენ და საჭმელს ეკლებენ, ხო? მუშევარი ხალხი. ეხლა 30 ლარი მაქვს. მე საიდან მოვიყვანო? სოჩიკი ღირს მარტო 30 ლარი. სულ ამაქვს 30 ლარი. თუ ეს ერჩები შემოსავლი 30 ლარი. ნუ გადაიარდა შეიძლება. თუ არ დააყენეთ სოჩიკს რა მოხდება? ხო, რა მოხდებოდა, აქ წყალი არ აქვს ორი წელი. გუშინი აზერბაიჯანული სოფელია ყარაჯალარი. იქ ვიკითხე და იქ მეუბნებიან, რომ კიო გვითხრეს, მაგრამ ჯერ არ გვაძალებენო. კაცო, ჩვენ რაზე გვაძალებენ ვერ გავიგე. აი ეს მაინტერესებს უბრალოდ, რატომ უნდა ვიყო ამ სიცხეში უწყლოდ. მაშინ, როდესაც მრიცხველების არარსეობის მოტივით შუა ზაფხულში აუტანელ სიცხეებში სოფელ სასმელი წყალი არ მიეწოდება ფოლადაანტკარიდან სულ რამდენიმე მეტრში, აი ამ ადგილას წყალი ტყუილ უბრალოდ იღვრება. სამსახური არსად არ არის. ეხლა მე მაგ ჩემი ძველი სპეციალობა, ხო? ახალი ხო არა მაქვს მე. მე ვარ მეტალურგია არავის არ ჭირდება. მე სად უნდა წავიდე სამუშაოდ? ქალაქში ვერ იცხოვრებ. იმიტომ რომ აქ ხე არის, მიხვალ იმას მოწყვეტავ, მოხვალ ამას მოწყვეტავ, აგე ის პეტრუშკა არის, ბოლო პურს მაინც იშოვი. ნინო თოდუა ფოლადაანტკარში 2001 წლიდან ცხოვრობს, სოფელში რუსთავიდან გადმოსახლდა. ქალაქში ბინაოჯახური პრობლემების გამო გაყიდა. 54 წლის ქალბატონი ფოლადაანტკარლების ყოველდღიურ პრობლემებზე გვიყვება. ექიმი აფთიაქი არ არის. ჩამოდის ხოლმე ექიმიო ამბობენ და მე არ მინახია ახლა. ალბათ ჩამოდის. ხო ერთი სასწრაფო ემსახურება გამარჯვებასაც, ამ ფოლადაანტკარსაც, გაჩიანსაც, ყარაჯალასაც, იქეთ ნორიო, ახალსოფელი და სართიჭალამდე ჩადის ჩვენი სასწრაფო. ერთი ცალი სასწრაფოა, ხო? წავიდე სართიჭალაში გამოიძახს, ხო უნდა წავიდეს. მე აგერ კაცი კვდება ფოლადაანტკარში. რა, ხელს გადმოყოფს იქიდან თუ იმას ფონოდოსკოპს ის სასწრაფო, რას იზავს? აქ მოკვდება. თუ აქ არის მოსული, მაშინ სართიჭალაში მოკვდება და ესე. აბა როგორ? რა, ტყუილს ვამბობ რამეს, არ ვამბობ ტყუილს არაფერს. ისედაც დაგვიანებულ სასწრაფო დახმარებას დანიშნულების ადგილამდე მისვლა თავად სოფელშიც გაუჭირდება. რუსთავის გზატკეცილიდან ფოლადაანტკარში ჩამოსასვლელი ეს გზა ყოველწლიურად იხრეშება. თუმცა ყოველი წვიმის შემდეგ გზა ისევ ხელახლა გასაკეთებელი ხდება. მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სოფლისათვის გამოყოფილი თანხები იფლანგება და შედეგად სამუშაოები უხარისხოდ სრულდება. მოვა დიდი წვიმა, თხაშა, ეს გამარჯვების მთებიდან წამოსული წყალი ამ ტრასით იმ ჩვენ ჩამოსასვლელში პოულობს გზას და რო წამოიღებს ამ ქვებს და ხორკს და ლიანდაგამდე რო გახედავ ესე ზღვადგას. მშენებლობაზე გაჯი და რაღაცა რო რჩება ნარჩენი, აი ის დაყარეს გზაზე. იყოს სულ 5-6 15 იყოს ბატონო კამაზი. არ იყო 15, მაგრამ 15 კამაზი იყოს. 15 კამაზი ნაგავი რა ღირს? 11,000, 15,000 ღირს, მაგდენი 15 კამაზი ნაგავი, გაჯი და რაღაცის ნარჩენები. ეს სოფელი როგორი იცი? აი რობინზონ კრუზო უფრო კაი ადგილას ცხოვრობდა, ვიდრე ეს ხალხი. სოფელ ფოლადაანტკარის რწმუნებულ ზურაბ კაკაშულთან საუბარი ჩვენ ფარულად ჩავწერეთ. რწმუნებული ამბობს, რომ სოფლისათვის გამოყოფილი თანხები პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ არის. რუსთავში გუბერნატორთან ჩასულს კი სასაცილოდ იგდებენ. იცი რა, ყველა იმას იძახის, რომ ფოლადაანტკარი ამოსული გვაქვს ყელში რა. აბა ფოლადაანტკარელებს კითხე. ისინი ყელში არ აყავს ამოსული. თქვენ ტელევიზიას უყურებთ, ურეკავთ. თქვენ იმას ურეკავთ, თქვენ ამას ურეკავთ. ბიჭო, ნუ მეიყვან ამ ხალხს, ამდე დააფეთქებულ სამ ხალხს, იმ დონემდე რომ დაგირეკოს და ჩამოხვიდე და ხმა მოგაწვინა, ხო? გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ვიყავით რუსთავში, მე რუსთაველი კაცი ვარ, დაბადებული კაცი. просто კომპიუტერზე ზის პიროვნება თამაშობს. მე кайფება რა, ხალხი ვარ, თედი 8 კაცი შესული. ზებიც აგაგთოთ, მაო, იქანაო და ხიდებიც გაგიკეთესო და კაროჩე ხო, მე მგონი ფანტანებსაც გიკეთებენ. მე ვთქვა, ვის იგდებ მასხარატო? 90,000-იანი ჯიპი გიდგას გარეთ. თუ გაზი გავიდა, თუ წყალი მოვიდა, თუ გზა გაკეთა, ეს დააფეთქებული რომელიმე იყავით? სოფელში ყოფითის გარდა კრიმინოგენული სიტუაციაც მძიმეა. არსად ჩანს მთავრობის მიერ 2008 წელს დაპირებული საპატრულო პოლიციის შენობა. ფოლადაანტკარის რწმუნებულის თქმით, ეს არ არის ერთადერთი პირობა, რომელიც მთავრობამ დადო, მაგრამ არ შეასრულა. ეს არის დიდი აღმოჩენა, თურმე დედა საცხალ კუნძულზე სოფელი უბოია. აქედან იწყება საქართველოს სოფლის აღორძინება. ახლა გეკითხები მე შენ, აღორძინება იწყება თუ დაღორძინება? ეს იყო ხიდი, აქ გადიოდა ხალხი, მანქანები გადიოდა, ეს უბანი ახლა ფაქტიურად მოწყვეტილია. თუჩავა გაჭირებით ასე თან ბავშვებიც გადიან. ხოსაშიშია რომ ბავშვი აქ გავადა
ყველას უკან ხوار გაყვები ბავშვებს, კაცო. 5 წელზე მეტია ფოლადა ანტკარის ერთი ნაწილი სოფელს ნაწილობრივ მოწყვეტილია. ცენტრში მისასვლელად მოსახლეობა შემოვლითი გზით უწევს სიარული. ადგილობრივების განცხადებით, ხიდი ძლიერმა წვიმამ 2007 წელს საახალწლო პერიოდში წაიღო. მას შემდეგ ხიდის აღდგენის პირობა არაერთხელ დაიდო. თუმცა როგორც თავად ხედავთ, მის რეაბილიტაციაზე არავის უზრუნია. ხიდი არა გვაქვს, ესე ვიწროზე გადავდივართ მოკლეზე. ხო და ესე უბედურ დღეში ვარ. ყოველ მოსვლაზე იძახიან, გავაკეთებთ ხიდ და არავინ არ არის ამის გამკეთებელი. ჩვენ გარეთ არ ვდარიყავით, ერთი 15 მანქანა იქნებოდა ჩაჩეხილია ეგ, 15. და რო უყვირით მოდის თელი რაზგონით და ძლის რო დაატორმოზეს ნაპირზე რომ მოვა. 5 წლის წინ მოხდა ეს ამბავი. რო დაინგრა წყალდიდობა იყო ყველანაირი და ვაფშე დაინგრა ეს ხიდი და ტბა. ტბა რომელზეც სოფლის მოსახლეობა საუბრობს, ფოლადა ანტკარში შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. მოსახლეობაში შობს, რომ დაზიანებულმა ჯებირმა, რომელიც ამ ტერიტორიაზე მთიდან დაგროვებულ წყალსაკავებს ძლიერი წვიმების გამო დიდებულ ტბას შესაძლოა ვეღარ გაუძლოს და სოფელში უბედურება დატრიალდეს. ასეთ გახეთქილ პატარ-პატარა ბეტონს. აი მას უჭირავს ტბა. და ეს თუ წავა, ის ხიდები ხომ მოგლეჯილი იყო, ყველაფერი. ეს მიწაც აღებულია. თუ კი რაღაცა იქნება, არა, აღარც მიწა იქნება და აღარც სახლები იქნება ამ ხეობაში. მინდა რომ ფოლადა ანტკარი იყოს სანიმუშო სოფელი. ხო არ არსებობდა. ეხლა განვახორციელოთ საპრეზიდენტო პროგრამა სოფლის აღორძინების ფოლადა ანტკარის მაგალითზე. ტრაქტორები ფოლადა ანტკარს, გაზი ფოლადა ანტკარს, ამბულატორია ფოლადა, სოფლის ექიმი ფოლადა ანტკარს, საბავშვო ბაღები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფოლადა ანტკარელები მწარედ ერთხელ უკვე მოატყუეს 2008 წელს. დღეს უკვე იმ იმედით არიან, რომ მათი არსებობა ვინმეს იქნებ წინა საარჩევნოდ მაინც გაახსენდეს. და იმ პრობლემების ნაწილი მაინც მოუგვაროს, რომელიც წესით 21 საუკუნეში აღარ უნდა აწუხებდეთ. ამ დახმარების მოლოდინში სოფლის 400-მდე მოსახლე ცხოვრებას ელემენტარული პირობების გარეშე აგრძელებს.